განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრები თბილისის მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრდნენ. თამარ სანიკიძემ და ტარიელ ხეჭიკაშვილმა განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს. როგორც უწყების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, სასწავლო დაწესებულებაში სპეციალური სპორტული, კომბინირებული 6 სანტიმეტრიანი ვინილის იატაკი დაიგო. სველი წერტილები და გასახდელები კი ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყო. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და სხვადასხვა ჩემპიონატზე არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. Გამოვიყენეთ ის თანამედროვე ახალი ტექნოლოგიები, რომელიც გვინდა რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად უკვე ყველა თითოეული სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს გავითვალისწინოთ. ეს არის შესაბამისი, ასე ვთქვათ, იატაკი, ვინილის იატაკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ნამდვილად ყველა სასკოლო ინფრასტრუქტურაში. დაახლოებით დღეისათვის 109 ობიექტი გვაქვს გაკეთებული, ნაწილობრივ ეს ახალი ტექნოლოგიები გამოყენებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი კურიკულუმის განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში გავზარდოთ სპორტული სავალდებულო საათები. ძალიან კარგია, რომ პროექტი გაგრძელდება და ძალიან ბევრ სკოლაში გარემოწდება კეთილმოწყობა სპორტული დარბაზები, ეს რა თქმა უნდა ხელშეუწყობს ახალგაზრდების და მოსწავლეების ჩაბმა სპორტში და სპორტი ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. ჩვენი მხრიდან სპორტ და ახალგაზრდობის სამინისტრო რა თქმა უნდა ამ პროექტს ჩაერთვებით, ინვენტარით აღწევად სპეციალისტებს მომამზადებ და ესეთებრივი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი თაობის გაზრდისთვის.